სიკვდილის შიშის შემდეგ ალბათ ყველაზე დიდი შიში ადამიანებში არის საკუთარი თავის წარმოჩენა. ანუ ის რომ ვაჩვენოთ ჩვენ თავი საზოგადოებას ისეთებად, როგორებიც ვართ შელამაზების გარეშე. და ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, რომ არ დაკარგო შენი ნამდვილი სახე, რომ რეალურად შეიძლება უფრო საინტერესო და უფრო ღრმა და მრავალმხრივი ხარ, ვიდრე ეს გარეგნულად ჩანს და ასე ვთქვათ, ბრჭყალებში თამაშის დროს ჩანს. და თუ უკვირდებით სოციალურ ქსელებშიც ყველაზე ბევრი გამომწერები ყავთ მათ, ვინც ბუნებრივია, ვინც არაფერს არ მალავს, ვინც საზოგადოებას უჩვენებს ყველაფერს ისე, როგორც რეალობაშია. მოკლედ, ყველაზე კარგი რამ, რაც შეიძლება რომ გააკეთოს ადამიანმა, არის ის, რომ იყოს ბუნებრივი, არ ითამაშოს, ცხოვრებაც უფრო ბევრად მარტივია ამ დროს, როდესაც არ თამაშობ და როდესაც ხარ ნამდვილი და ისეთი, როგორც რეალობაში ხარ. ასეთ შემთხვევებში, როდესაც ასე ვთქვათ, გვეშინია საკუთარი თავის წარმოჩენა, გვეშინია, რომ საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი თავი, გავანახოთ ის თუ როგორი საინტერესო ადამიანები ვართ რეალურად. უნდა დავფიქრდეთ ერთ რამეზე, რომ ჩვენ არ ვართ ვალდებული, რომ ყველას დავუგდოთ ყური, ჩვენი ცხოვრება, ჩვენ მოგცა ღმერთმა ეს ცხოვრება იმიტომ, რომ ასე ჩათვალა საჭიროდ, მოგცა ეს ცხოვრება იმიტომ, რომ ალბათ რაღაც მნიშვნელოვანი მისია გვაკისრია დედამიწაზე. რაც შეეხება AIDS, ეს ყველა შემთხვევაში იქნება, რაც არ უნდა ანგელოზი იყო, რაც არ უნდა კარგი და რა ვიცი, ეს შესანიშნავი და მისაფათი პიროვნება იყო, მაინც გამოჩნდება ვიღაც, ვისაც არ მოეწონები. და დავფიქრდეთ ერთ რამეზე, ვისი არ მოწონებაც ესე ძალიან გვაშინებს, ვინ არიან ეს ადამიანები, რაც წარმოადგენენ ისინი ჩვენ ცხოვრებაში. და საერთოდ ხვალ რომ გავქრეთ სოციალური სივრციდან, მოგვიკითხავენ ეს ადამიანები, გავახსენდებით მათ. აბა ჩვენ რატო გვეშინია? აი რატო უნდა გვეშინოდეს იმის, რომ ვიყოთ ნამდვილები და ვიყოთ ისეთები, როგორებიც რეალურად ვართ.